მეოთხე ბრიგადის სამხედროებს კრიზისული სიტუაციების მართვაში წვრთნები ჩაუტარდათ. სახანძრო სამაშველო ტექნიკის და აღჭურვილობის მოხმარების წესების გაცნობის შემდეგ სწავლების მონაწილეებმა ველზე გადაინაცვლეს და ხანძარ-საწინააღმდეგო მოქმედებები პრაქტიკაში განახორციელეს. სწავლება ეროვნული გვარდიის მხარდაჭერით და კოორდინაციით განხორციელდა. დასავლეთის სარდლობის ქვედანაყოფებში აღნიშნული სწავლების ჩატარების შემდეგ ამჟამად წვრთნას აღმოსავლეთის სარდლობის ქვედანაყოფები გადიან. აღნიშნული შეხვედრა ემსახურება გავაცნოთ როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილი, ყოველდღიური ის ჩვენი მეხანძრე მაშველების საქმიანობა თუ როგორ მუშაობენ სხვადასხვა სახის საგანგებო სიტუაციების დროს. აღნიშნული შეხვედრები ხელს შეუწყობს მომავალში კოორდინირებულ ტაქტიკურ ეფექტურ მოქმედებებს. ეროვნული გვარდიის მხარდაჭერით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან კოორდინაციით ვიღებთ სწავლებაში მონაწილეობას. ასევე დაგეგმვის პროცესში თავისთავად ხადია და გვაქვს შესაბამისი აღჭურვილობის მხარდაჭერა ამ სწავლებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად. შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან წარმოდგენილი იყო საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის მოსამსახურეები, რომლებმაც თეორიულად აუხსნეს პირად შემადგენლობას როგორ უნდა მოეხდინათ ხანძრის დროს რეაგირება, ასევე აუხსნეს რა საშუალებებს იყენებენ ხარჯალსაწინააღმდეგო მოქმედებების დროს. ამის შემდგომ განხორციელდა პრაქტიკული სწავლება, სადაც სამხედრო მოსამსახურეებმა შეასრულეს ხანძრის ლოკალიზება და ლიკვიდაცია.